გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა დღეს თანამედროვე მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის ეკოლოგიურთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობის განათლებისა და ეკონომიკური განვითარების ნაწილია. თანამედროვე მიდგომები აჩვენებს, რომ სწორად ორგანიზებული ნარჩენების მართვა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან არის კავშირში, არამედ ადამიანების ჩართულობასა და ცნობიერებასთან. სწორედ ამიტომ სულ უფრო აქტუალური ხდება ისეთი ინიციატივები, რომლებიც რეგიონებში ეკოლოგიური კულტურის ფორმირებას უწყობს ხელს. წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია ვეისლესმა სპეციფიური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ცნობიერების ამაღლების პირველი საპილოტო რეგიონული კამპანია დაიწყო, რომელმაც სტარტი კახეთიდან აიღო. რაც გულისხმობს პროგრამა, რა გამოწვევებია, როგორ იცვლება ცნობიერება საქართველოში და რა როლი აქვს განათლებას. საქართველოს წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. უნდა ვისაუბროთ საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რასაც ნარჩენების მართვა ჰქვია და სანამ კონკრეტულად იმ ინიციატივაზე და პროექტზე ვისაუბრებთ, რომელსაც ახლა ახორციელებთ კახეთში, მოდით დავიწყოთ თუ რა არის ელექტრო და ელექტრონული ნარჩენი და რატომ წარმოადგენს ის ძალიან დიდი მასშტაბის საფრთხეს გარემოსთვის და ადამიანისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ელექტრო და ელექტრონული ნარჩენი ეს არის სპეციფიური ნარჩენის კატეგორიას განეკუთვნება და სპეციფიური იმიტომ არის, რომ მასში არის სახიფათო კომპონენტები და როდესაც ჩვენ კვლევებიც გვაქვს ჩატარებული და ვიცით, რომ თქვათ ნარჩენების ძალიან დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ ხდება ნაგავსაყრელებზე. და ნაგავსაყრელებზე როცა ხდება ესეთი სპეციფიური ნარჩენი ის დროთა განმავლობაში მე ის ხდება ნიადაგში და ნიადაგიდან ხდება რა თქმა უნდა წყალში, წყლიდან ისევ საკვებ ჯაჭვში ხდება და საბოლოო ჯამში ჩვენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და იმ ეკოსისტემას, რომელიც არსებობს ამ ნაგავსაყრელების გარშემო. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციფიური ნარჩენების მართვა და ზოგადად ყველა ნარჩენის მართვა, მაგრამ სპეციფიურის განსაკუთრებით, იმიტომ რომ სახიფათო კომპონენტებს შეიცავს და ამ სახიფათო კომპონენტებს ჭირდება სპეციალური მოპყრობა, დამუშავება, სეპარაცია და დამუშავება, ხომ ესე? კი ბატონო, და პასუხისმგებლობა აქ თითოეულ ადამიანზე ნაწილდება. რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ სამწუხაროდ ამას ვერ ხედავთ, ეს არ არის ხოლმე ხშირად ხილული საფრთხე და მე გვიკვირს, რომ რატომ არის გარემო ესეთი დამინძურებული, მათ შორის ჯანმრთელობაზე რატო გვაქვს ამდენი პრობლემა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კავშირშია და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენები სწორად იმართოს. და სწორედ ცნობიერების ამაღლებისთვის და ამაღლებას ემსახურება კამპანია, რომელიც თქვენ კახეთიდან დაიწყეთ, უკვე იყო შეხვედრები რამდენიმე სკოლაში, მოდით უფრო მეტი მოგვიყევით ამ კამპანიის შესახებ, რა მიზანს ემსახურება პირველ რიგში და ასევე როგორი იყო უკავშირი მოსწავლეებისგან, რომლებთან თქვენ უკვე გქონდათ შეხვედრა. რამდენად არიან ისინი ინფორმირებული? დიახ, ჩვენ უკვე სამი წელია რაც მოღვაწეობთ საქართველოში და ბევრი ადგილი გვაქვს შექმნილი ჩამბარებელი პუნქტები, სადაც მოსახლეობას შეუძლია რომ მოგვიტანოს ეს წყობრიდან გამოსული ელექტრომოწყობილობები იქნება, ეს ბატარეები, კიდევ სხვა მიმართულებებითაც, მაგალითად საბურავები და ზეთები, მაგრამ ელექტრომოწყობილობების მიმართულებით ცნობიერება ყოველთვის დაბალი არის. ანუ საზოგადოება არ არის ინფორმირებული, როგორ უნდა მოიქცეს სწორად. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კამპანიური ხასიათი მივცეთ უკვე ჩვენ საქმიანობას და რეგიონებში გავშალოთ განსაკუთრებით, იმიტომ რომ რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავფაროთ ჩვენი საქმიანობა, ხო? და ნუ პირველი რეგიონი, რომელიც შევარჩიეთ, ეს არის კახეთი და ამ ჩვენს კამპანიას ქვია ეკომეგობრული კახეთი, რომელიც მთელი კახეთის რეგიონში იმართება, 8 მუნიციპალიტეტში. და ჩვენ დავიწყეთ შევარჩიეთ 35 სკოლა 8 მუნიციპალიტეტში და ამ 35 სკოლაში ვესტუმრებით 5 სკოლას და მათთან გავმართავთ ამ ჩვენს ცნობიერების ამაღლების შეხვედრებს, შემეცნებით შეხვედრებს და შემდეგ უკვე ორკვირიან პერიოდს ვაძლევთ მაისში, ყველა სკოლა ჩაერთვება კამპანიაში, რომ რომელი სკოლაც ყველაზე მეტ ელექტრონულ ნარჩენს შეაგროვებს, ეს სკოლები მე გამოვლინდება საბოლოოდ და დავაჯილდოვებთ საკმაოდ სოლიდური ფულადი პრიზებით. ასევე ბავშვებისთვის გვაქვს კონკურსები, რომელსაც ბავშვებმა უნდა ჩაწერონ ვიდეოები ამ თემაზე და გაავრცელონ და რომელი ვიდეოებს ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, მათაც ასევე ცალკე დავაჯილდოვებთ. და ამას კამპანიური ხასიათი აქვს და ერთჯერადი არ იქნება და განგზობითი ჩვენ ასევე მემორანდუმებს ვაფორმებთ თანამშრომლობის
მერებთან, თითოეულ მერთან გაფორმდება მემორანდუმი და მერე ეს ჩვენი საქმიანობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გავრცელდება, მათ შორის ინფრასტრუქტურის შექმნით დაგვირგვინდება კახეთის რეგიონში. კი ბატონო, ეკომეგობრული პასუხისმგებლობის ცნობიერების ფორმირებას ემსახურება ეს ყველაფერი, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, დაიწყეთ კახეთით, შემდეგი რომელი რეგიონი იქნება და ვთქვათ, რატომ აირჩიეთ კახეთი, რაიმე მიზეზი თუ აქვს? ჩვენ დიდ ქალაქებში განსაკუთრებით წარმოდგენილი ვართ უკვე საკმაოდ და იქ მეტი აქტივობა გვაქვს და კახეთში ნაკლები აქტივობა გქონდა და ჩავთვალეთ, რომ კახეთიდან დავიწყოთ და მერე ყველა რეგიონში გავავრცელოთ ეს. თუმცა ერთდროულად ამას ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან მასშტაბურია ეს ყველაფერი და თან უნდა ემთხვეოდა სკოლის პერიოდს, რომ ბავშვები სკოლაში რო დადიან, მაშინ უნდა ეს ინტერაქცია მაშინ ხდება. ხო, კიდე ერთი მინდა ხაზი გავუსვა, რატომ სკოლები, ხო და იმიტომ რომ აი ეს ახალგაზრდები და ბავშვები არიან ის ადამიანები, ვისთანაც ჩვენ განსაკუთრებით გვინდა მეგობრობა, იმიტომ რომ ბავშვები ცვლილებებს ძალიან ადვილად იღებენ და მერე ნერგავენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხშირად ისე ხდება, რომ მერე უფროსებსაც კი მოუწოდებენ, რომ სწორად მოიქცენ და შესაბამისად და ძალიან გონიერი ბავშვები ყავს, მინდა გითხრათ, რომ გაკვირვებული ვარ იმდენად გაცნობიერებულები, იმდენად ძალიან დიდი შთაბეჭდილებები დატოვეს კახეთში ბავშვებთან შეხვედრები 11 სკოლაში შევხვდით და ეს სერია გაგრძელდება შეხვედრების ყოველ კვირა ორ მუნიციპალიტეტს ვესტუმრებით და საბოლოო ჯამში ყველაფერი დაგვირგვინდება 30 მაისს დიდი ფესტივალით კახეთში, რომელიც ერთდღიანი ფესტივალი იქნება და ყველა ის ღონისძიება, რაც ჩვენ გვექნება მანამდე კახეთში გამართული, ამ ფესტივალზე შეჯამდება და დაჯილდოებებიც მოხდება და ბოლოს კონცერტით, გზავრების კონცერტით დაგვირგვინდება. კი ბატონო, ინფრასტრუქტურა ახსენეთ თქვენ, რა ტიპის ინფრასტრუქტურაზეა საუბარი განმარტოთ და ასევე ეს ინფრასტრუქტურა სკოლის ტერიტორიაზე განთავსდება თუ თქვათ რა ადგილია შერჩეული ამისთვის? ამ ეტაპზე კონკურსისთვის, რა თქმა უნდა, სკოლის ტერიტორიაზე განთავსდება ეს ჩვენი სპეციალური ყუთები, სადაც უნდა მოაგროვონ ეს ნარჩენები, თუმცა მოგვიანებით ვფიქრობთ, რომ თვითონ ქალაქებში შევქმნათ ჩაბარების პუნქტები, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ მოვიდეს და ჩაგვაბაროს პასუხისმგებლიანად თუ უნდა რომ მოიქცეს, მოვიდეს და ჩაგვაბაროს ეს სპეციფიკური ნარჩენები. ასევე ცენტრის გაკეთებას ვაპირებთ კახეთის რეგიონში და სხვათა შორის ეს ცენტრი გვინდა რომ იყოს პირველი ესეთი ევროპული სტანდარტის ცენტრი, ნარჩენების მართვის ცენტრი იქნება, სადაც თავს მოიყრის კახეთში შეგროვებული ნარჩენები, იქ მოხდება ამის კიდევ ერთხელ გახარისხება და უკვე იქიდან განაწილდება გადამამუშავებელ საწარმოებში წავა და გადამუშავდება და შემდეგ ასეთივე ცენტრების მოწყობას სხვა რეგიონებშიც ვაპირებთ, მოკლედ რასაც კახეთში ხა გავაკეთებთ ამას განვავრცობთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ბატონო გიორგი, საინტერესოა ყველაზე დიდი გამოწვევა და პრობლემა რა მიმართულებით რჩება? ეს არის ცნობიერება, ინფრასტრუქტურა, გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა შემდეგ თუ აი რა მიმართულებით არის ყველაზე დიდი პრობლემა? გამოწვევები რა თქმა უნდა არის და რჩება, ცნობიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ უფრო მეტი დოზით ჩავერთოთ ამ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში. მეორე რა თქმა უნდა გამოწვევა ასევე არის ინფრასტრუქტურა, რომ ჩაბარების პუნქტები, თუმცა 500-მდე გვაქვს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყოველ წელს ვამატებთ ამ ჩვენ ჩაბარების პუნქტებს და ასევე გადამამუშავებელი სიმძლავრეები და აქაც გვაქვს ძალიან კარგი ამბები, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად უკვე ვიმუშავებთ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ და პირველი საწარმო გადამამუშავებელი, რომელიც იქნება თანამედროვე ტექნოლოგიურად აღჭურვილი საწარმო, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნებს, ეს არის საბურავების გადამამუშავებელი საწარმო და ეს ჩამოვა და დამონტაჟდება შემოდგომაზე საქართველოში. მომავალ წელს უკვე ველოდებით, რომ ელექტრომოწყობილობების გადამამუშავებელი საწარმო ჩამოვიტანოთ, ასევე მაღალ ტექნოლოგიური და ასევე ვფიქრობთ, რომ აკუმულატორების გადამამუშავებელი საწარმოც ჩამოვიტანოთ და დავამონტაჟოთ. კი ბატონო, გეგმები საკმაოდ მასშტაბურია, მე მინდა გკითხოთ ჩაბარების პუნქტებზე წლიდან წლამდე, ვთქვათ, როგორია ტენდენცია, რამდენად იზრდება პროდუქციის მოცულობა, რასაც იბარებთ? დიახ, სხვათა შორის საკმაოდ პროგრესი გვაქვს და ჩვენი უცხოელი კოლეგები გაკვირვებულებიც კი არიან, რომ ამ მცირე დროში ჩვენ შევძელით უკვე, რომ იმ რაოდენობის ნარჩენებს ვაგროვებთ, რომ აი ასეთი ეკონომიკური პროექტების განხორციელებაც, როგორიც არის გადამუშავება ნარჩენების, შესაძლებელი გახდა უკვე, იმიტომ რომ მაგალითად ჩარშან ჩვენ ყველა იმგებენ ერთად 10,000 ტონაზე მეტი საბურავი შევაგროვეთ, ხო?
ზეთები გროვდება დაახლოებით 5000 ტონა, ელექტრომოწყობილობებიც 8000 ტონაზე მეტი შევაგროვო ჩარშან. წელს კიდევ უფრო ისეთი ამბიციური გეგმები გვაქვს და მოკლედ ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეს. რა თქმა უნდა, ცნობადობაც იზრდება, მაგრამ იმ დოზით არა ჩვენ რო გვინდა და ამიტომაც საჭირო გახდა, რომ უფრო ფართოდ და კამპანიურად მივუდგეთ ამ ამბავს და ფიქრობთ, რომ ეს გამოიღებს შედეგს და განსაკუთრებით ბავშვების და სკოლების იმედი გვაქვს, იმიტომ რომ სკოლებში ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და ბევრი სკოლა თვითონ მოგმართავს სხვათა შორის და უნდა ჩვენთან თანამშრომლობა და ეს უკვე კარგი სიგნალია და კარგი მაჩვენებელია. არაერთი ინიციატივა და გეგმა გააჟღერეთ. საერთაშორისო პრაქტიკა როგორია, ალბათ ხელმძღვანელობთ საერთაშორისო პრაქტიკით, ვთქვათ დასავლურ ქვეყნებში, სადაც ეს მიმართულება არის ბევრად უფრო წინ. დიახ. კი, იქაც ესე იყო, ეს ერთ დღეში არ აუწყვიათ ეს სისტემები, თუმცა დღეს ძალიან გვიკვირს ხოლმე რომ ჩავდივართ, რომ როგორი გამართული სისტემები აქვს. ხო, ნაგავსაყრელებიც აღარ აქვს ბევრ ქვეყანაში და ეს ყველა ნარჩენი გროვდება და მერე ხდება ამის გადამუშავება. თუმცა ამას წლები დასჭირდა და შეიძლება ათეული წლებიც და ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ ამ კუთხით და აქ უნდა ხაზი გაუსვათ მაღალი დონის თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო თანამშრომლობა და აი აქ ძალიან და პირდაპირ შემიძლია მადლობა გადაუხადო იმ უწყებებს, ვინც ჩართული არის ამაში და გვეთანამშრომლება და ხელს უწყობენ ამ სისტემის ჩამოყალიბებას. ვფიქრობთ, რომ ჩვენ უფრო ნაკლებ დროში შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას და ეს ამბიციური გეგმები, რომელიც მე ვთქვი, უკვე რეალობაა, არ არის მხოლოდ ფურცელზე და ქაღალდზე, უკვე რეალურად დავინახავთ, რომ ეს საწარმოები ჩამოვა და გაიმართება ქვეყანაში. საზოგადოებისთვის წამახალისებელი მექანიზმები რამდენად მიღებული პრაქტიკაა, რომ გითხრათ, ან ასევე სავალდებულოების ნაწილი რამდენად მიღებულია? კი, ძალიან კარგი კითხვაა. ბევრ ქვეყანაში ნარჩენების გადაცემა დახარისხება და დახარისხებულად შეგროვება სავალდებულოა. ამას თუ არ გააკეთებთ, დაჯარიმდებით. სამწუხაროდ ჩვენთან ეს დაჯარიმებას არ ექვემდებარება თუ ბიზნეს ოპერატორები არ არიან. ბიზნეს ოპერატორებს ევალებათ, რომ სპეციფიური და სახიფათო ნარჩენები სწორად მართონ, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე არის ხო წახალისების მექანიზმები, ესეც რა თქმა უნდა ძალიან მიღებული პრაქტიკა არის. თუმცა ხო ნარჩენებში ესე სხვადასხვა წახალისების მექანიზმი არსებობს, მათ შორის ფულადიც, მაგრამ და ეს ფულადი წახალისების მექანიზმი არის მხოლოდ ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორც შვეიცარია, მაგალითად, ხო? და სხვა ქვეყნები ამას არ მიმართავენ, მაგრამ პასუხისგებლობაზე გადის ძირითადად, რომ სწორად იმართოს ეს ნარჩენები. თუმცა ბიზნესების პასუხისგებლობა ცალსახაა და სწორედ წარმოების გაფართოებული ვალდებულებაც ესეც პასუხისგებლობის ნაწილია, რომ ბიზნესებმა სწორად მართონ თავიანთი ნარჩენები. და თქვენი ასოციაცია 17000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს აერთიანებს, მათი პასუხისგებლობის ხარისხი როგორია და დასაწყისიდან დღემდე თქვენ როგორ შეაფასებთ პროგრესს? ესეც იზრდება ერთგვარად გარკვეულწილად პროგრესს განიცდის, იმიტომ რომ თავიდან არის უცხო იყო მათთვისაც რას გულისხმობდა მათი პასუხისგებლობა, ხო, რაში იყო მათი პასუხისგებლობა, როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ამ ყველაფერში, თუმცა ჩვენი ამ სამწლიანი ურთიერთობის და თანამშრომლობის მანძილზე მათი ცნობადობაც გაიზარდა და კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველწლიურად ეს იზრდება და უკვე თავისინებით მოგმართავენ ხოლმე ნარჩენები რო წარმოექმნებათ, გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ სურვილი აქვთ რომ გადმოგცენ ნარჩენები. თუმცა თავიდან ამაში როგორ არის, რომ ბიზნესი იხდის რეციკლირების გადასახადს, მაგრამ ნარჩენებს არ გვაძლევდნენ, იყო ესეთი თავიდან ესეთი შემთხვევებიც. ხო, ეს პესიმისტური დამოკიდებულება ქონდათ, რომ ეს ნარჩენი არ იცოდნენ, რომ რა უნდა ექნათ და დღეს ეს მომართვიანება გაზრდილია და პასუხისგებლობაც იზრდება ნელ-ნელა ბიზნესის. მაგრამ ცნობიერება ყველას ასამაღლებელი გვაქვს, მათ შორის ბიზნესაც ამ კუთხით. კი ბატონო და მოდით ახლა ბოლოს ჩვენს მაყურებელს ვუთხრათ, როგორ უნდა შეამციროს თითოეულმა ადამიანმა ელექტროდული ნარჩენი, რა არის ის პირველი ნაბიჯი, რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ? პირველი, ალბათ ყველა უნდა დავფიქრდეთ, რომ რამდენად გვჭირდება ის ნივთები, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, ხო? და ძალიან ბევრი ნივთი გვაქვს ხოლმე, თავს მოიყრის მე ჩვენთან სახლში, რომ არ ვიყენებთ და უფუნქციოდ არის ეს ნივთები, ხო? მაგალითი გითხარით რამდენიმე, უფრო თვალსაჩინო რო იყოს. კი ბატონო, მოკლედ არ ვიცი, ხეთ ელექტროტექნიკას ეს რამდენად შეეხება, შეიძლება საყოფაცხოვრებო ელექტრონივთები იყოს, ხო? და თუ არ ვიყენებთ და აღარ გვინდა, ხო, გამოყენება, შეგვიძლია რომ ისეთ ადამიანებს გავუზიაროთ, რომლებსაც შეიძლება ჭირდებოდეს ეს ნივთები. ეს არის კიდევ ერთი კარგი მიდგომა. ხო და თუ ბოლო-ბოლო მაინც უკვე ნარჩენად გარდაიქმნა და გამოვიდა წყობიდან და ვეღარ ვიყენებს, პასუხისგებლიანად უნდა მოვიქცეთ.
მოვუძებნოთ waste-less-ის ჩაბარების პუნქტები, ჩაგვაბარეთ ჩვენ და ჩვენ ამას პასუხისმგებლიანად გადავამუშავებთ და ეს რესურსი ისე მოხდება ეკონომიკაში გადამუშავებული რესურსების სახით, როგორც არის მაგალითად მეტალები და სხვა ის შემადგენელი ნაწილები ამ ელექტროტექნიკის. კი ბატონო და ჩვენ და უნებურად ჩვენი კეთილი ნებით გავხდებით ამ ღირებულებათა ჯაჭვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ხომ ასეა? რა თქმა უნდა და ხელს შევუწყობთ ამ ცირკულარული მოდელების გამართვას და მერე ვიამაყებთ ჩვენც რომ გვაქვს ევროპული სტანდარტის ნარჩენების მართვის სისტემა საქართველოში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. გიორგი გულიაშვილი, საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.